გამარჯობა მოგესალმებით კაცები YouTube-ზე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ზარს დააჭიროთ კომენტარი გააკეთოთ აქვე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ფოტოსინთეზი კლიპსიც გამოიწერეთ თორე ეს თვითონ ტყუისთან ერებს მოგვიშლის და ჯაფარას პოდკასტი აუცილებლად გამოიწერეთ აი ეს რაღაცები გაქვთ გამოსაწერი სამუშაოა ზაფხულში ასე რომ დასწრებულად ნუწახვალთ დაჯექით იმუშავეთ გამოიწერეთ ეს ყველაფერი რაც შეეხება დღევანდელ კაცების პირველ ნაწილს ნიუსებს რადგან ადრე ვიწერთ და თქვენგან განსხვავებით გამოწერილი გვაქვს ეს ყველაფერი და დასვენება შეგვიძლია. ამიტომ ძალიან ადრე ვიწერთ და ამიტომ ნიუსები იქნება ძირითადად დასვენების გართობის, დროსტარების და სასტუმროების და ასე შემდეგ. ეს გადაცემა როდის გადის? არავინ არ იცის ეს რა თუ დაგჭირდა. გაუშვი. ეს არის მორიგე გადაცემა. აგვისტოში გადის, ხო? აგვისტოში. ეხა თვეები ამ წლის ამა წლის აგვისტოში. გააჩნია, რამდენით არის აგვისტო? ანუ ეხა ეს რო გავა ეს გადაცემა. შენი საკაბაბე გახსნილია. უკაი ხნის გახსნილია. ხო, ხალხი დადის. უკვე დიდი მაყუთი მაქვს ნახე. დღეს გიშოვე კლიენტი. მართლა? ხო. კლიენტი რას ქვია? ინა მითხარი. ტაქსით მოვდიოდი და მე და ძღოლი შევყევით საუბარს ძველ რესტორნებზე რა. ადრე რო იყო მარჯანიშვილზე საპილმენე ფეხზე რო იდექი. ხო, ეგ შენ საიდან გახსოვს? მახსოვს, დავდიოდი. პოლიციასთან. პოლიციასთანაც და მეტროს წინაც. მილიციასთან, მაშინ მილიცია იყო. ეგ ნახალოვკაში სასოსისე. ო, ბიჭო, ეგეც ამ ხო ეგ ეხა დაიხურა. ხო და მე ვთხარი ეხა ნახე რა გაიხსნება მე. შენ გენაცვალე. კაბაბი, ლუდი და ფეხზე დგახარ. სკამი არ არის. და მაგრა გაუსწრო. ოღონდ როდის გაიხსნება ჯერ ვერ არა, უკვე გაიხსნა. ჩათო გახსნილია. ეს წელს გავა ხო? მოდი ჩავწეროთ ეხა 25-ის და 26-ის. მაინც აგვისტოა. წლები? ო, 26 წელს ჩავწერე, 1-2 წელი დავისვენოთ. ახალ ამბებზე გადავიდეთ 80 წლის კაცი მანქანით რომის ცნობილ ესპანურ კიბეზე ჩავიდა და გაიჭედა. აი ესე ჩადის. არა და ეს არის რომის ჩვენ ხო 4-ვე კი ნამყოფი ვართ. ერთ-ერთი ისეთი სანახაობა სერიოზული და ესპანური კიბეები. ხო, ესპანეთის კიბე თუ ესპანური. ძღოლმა პოლიციას მერე უთხრა რომ სამსახურში მივდიოდიო. ვა. ან კიბე 1720 წელს აშენებულა ეს კიბე. ან გზამოტეხა თუ ალბათ მოკლეზე ჩავიდა. ხო. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა მიიღო და მერე ჩავიდა ესე. მე მაკეთკენ უფრო მანქანა აშკარად არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ამ კიბეზე ჩამოსულიყო. ეგ ალბათ ლიუჩიც მანქანით შედის. ლიცი ხელს გადმოწევს რომ მიაჭიროს და მეტროში. მეტროშიც კი. 80 წლის კაცი რა შეიძლება მუშაობდეს. ბოლოს რო ნახე მე საათე იყო. ათვალზე რო იმას ეკეთებ ხო საშიშ რაღაცას. მარტო მაგათ რო აქვს ის ინსტრუმენტი სხვა არავის. ეგ სად იყიდება? მესაათეების მაღაზიაში. აი თვალსაჩინოების მაღაზია. ნახე. როგორი იუმორი? კარგი, სხვა მოუძზეა დღეს გიგაჭართო. ინტელექტუალური იუმორი. შემდეგი ახალი ამბავი არის ტაილანდში ფუკეტის პროვინციაში, ესეთი პროვინცია ყოფილა, მაიმუნმა ტურის ტელეფონი, ჰა? ხუკეტი. აქ ფუ წერია, მე აქ რა წერია იმას ვენდო. წერია? პეტი მახსოვს. ფუკეტი. ხუკეტი ან ფხუკეტი. ფუკეტი. ფუკეტის ან ფხუკეტის პროვინციაში მაიმუნმა ტურის ტელეფონი მოპარა და სელფი გადაიღო. სელფი გადაიღო, რაღაცეები გადარიცხა. კი. ჩემზე кай სელფი კი არ გადაიღო. ხო, მე შენ ეს кай სელფი არ მინახავს. აქ თავისთვის არ დებს იმას არსად შენახული. იმიტომ რომ არა, ხომ ათვალიერებინებს მე იმას. მე ჩემთვის კი ვიღებ, მაგრამ კოლექტიურ სელფებს ვერ ვიღებ. მე მაჩვენა თავისი სელფი სხვათა შორის. მაჩვენა. მე თუ რამე დამემართა ეს გაადიდეთო. სელფი გაადიდეთო. იდე რა ქნაო
სელფი გადაიღო და რა უნდა ეკნა მეტი მაიმუნს ტელეფონი მომარა და სელფი გადაიღო. რას ხომ? ლომბარდში ჩააბარა ეს ტელეფონი და იმ ბულით იქეიფა. მაკაცები დაპატია. ის ფული ტოტალიზატორში წაა. ამ ცხოვრების დედაც მოი. მართლა მაიმუნი თუა და მამა ძაღლია. უნდა იქ. ბიჭო, მე მაქვს რაღაცა ვიდეო ამომიგდო და ესე ტელეფონი წაართვა მაიმუნმა ტურისტს და ადგილობრივს თხოვა რომ იქნება რამენაირად დამაბრუნებიოთა და ესე ვერ გამოართმევ და რამეში უნდა გაუცვალოთ იდგა და თავაზობდა რაღაც ნახე იმან გადაამოწმა და ფუკეტის პროვინცია სწორად მით შენ უკვე Google გაზის რო იცი ბიჭო თქვენი სახი პროფესორობს და გვატყვილებს შენ გაგეთიშავენ Google-ს. ვიკიპედია არ ადგენს მართლწერის წესებს. სხვა ვიკიპედია არის Google-ი. რა არის იცი Google-ი თუ მეტი. ფუკეტი აქ კი არ არის ფუკეტი არის ან იმაში რა ქვია ინდოეთში ტაილანდში. ტაილანდში ფუკეტი კაცო მე მასწავლე შენ ფუკეტს. ხო? ტურისტებმა შემდეგი ახალი ამბავი არის ტურისტებმა იტალიის ერთ-ერთ მუზეუმში ვან გოგის სკამი გატეხეს აუ ეს ნახე ბიჭო რა მაგარია. იტალიის ქალაქ ვერონაში ერთ-ერთ მუზეუმის დამთვალიერებლებმა ძვირადღირებული ექსპონატი ხო, ვიღაცა პუტა ნიკოლა ბოლას ვან გოგის სკამი დააზიანეს. არა, ნახატს ვიღეთ გააკეთა და ეგრე ქვია ვან გოგის სკამი და იმაზე დაჯდა ჯიგარი. ნახატის მიხედვით როცა ეს გაიგეს და ნახეს უკვე ეს ქვეყანა დატოვებული ქონდათ და ამ ცოლ-ქმარს. მეც ვიცი ეს კამ. ნახეთ ან ისე მიაღუნა რომ თითქოს თვითონ ვინ ცოლმა შექმნა ესე შექმნა. ცოლმა გაატრია ესე წარმოეტრია. ვარცაც ასახვანი არა. დაცო რა მაგრამ მუზეუმის დამტრეული. ოფისში ყველა. ოფისში რა წინა ოფისში ყველა სკამი ამის ძალიან ბევრი. ხომ არა ამას სხვა სამსახურებიც ყო. ყველა სამსახურში ვამტრევდი სკამს. და მე კუნძს უდგავდნენ. ზამი არის 100-იანთა კლუბი. 100 სკამს რო და ამტრევ 100-იანთა კლუბში არ ვიცი ალბათ არ არის თორე მიმიღებდნენ რაღაცაში. შეიძლება მიღებული ხარ ბოლო იმეილები ნახე. შუა მოწმე. იმაში ნახე. სხვა იმეილზე ხوار სპამებში შეიძლება იმოვიდეს თავი. ჯანკებში. შემდეგი ახალი ამბავი რუსმა ტურისტებმა შვებულების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს რომ ანტალიის სასტუმროდან წაეღოთ ყველაფერი რაც უფასო იყო. ხო. და გამოიტანეს საკვები, სასტუმროს ოთახიდან შამპუნები, ჩუსტები, რაც იპოვეს ყველაფერი საიდანაც. ნახე რა ხდება. და თავი იმით იმართლეს რომ ჩვენ მატარებლით მივიდეთ დიდი გზა გვაქვს და გზაში გვჭირდება. ბიჭო ანტალიიდან სად მიდიოდნენ მატარებლით? რუსეთში. არ ვიცი. საიდან? შეიძლება სადაც გადაფრინდებოდი იქიდან მე მატარებლით. ბიჭო ის ამდენი რამე სად ბიჭო აი საუზმეზე რომ ჩადიოდნენ ნახე შაქრები ქონათ წამოღებული ის პატარა ხო ბევრია და ეთყობა ყველა მაგიდიდან აიღეს აგენახე რა აი караქები წამოუღია პატარა караქები ბიჭო აუ ეგ რატო არ წამოვიღე შამპუნები ნახე თან დაფასოებულია რო არაერიოთ ეგეთი სასტუმრო უნდა გახსნა სხვა სასტუმროს სახელის შაქრები და ისინი караქები და ჯუსტები სხვადასხვათან ბიჭო მე ხარ ამიგოს იცი ამდენ რომ მოაგროვეს კი ეს როგორ უნდა წაეღოთ ჩემოდანში რა ჩემოდანში ხო რაღაცა ტანსაცმელი ხო ჩემოდანიც იყიდეს ეს ვინც გააკეთა იმას რა ტანსაცმელი უნდა ქონდეს გარდა იმისა რაც აცვია შემდეგი ახალი ამბავი არის ისლანდიიდან ისლანდიაში სანაპიროზე სეირნობისას ტეხასელმა ბებიამ წყალში სავარძლის ფორმის ყინული შეამჩნია და მასე ფოტოს გადაღება გადაწყვიტა მაგრამ ტალღა შემოვიდა დიდი ტალღა და ბებია გაიტაცა და სამაშველოები დაჭირდა რომ მე ეს ბებია გამოიყვანა და კაი გაყინული ერთი ადგილით დაუბრუნდა თავის სასტუმროს ბებია საყვარელი ბებია არის ძალიან საყვარელი სადაურია ტეხასელი აუ ამერიკელი ბებია რომ ისლანდიაში ჩადის და აი ესეთ რაღაცას აკეთებს უკვე ჯიგარი არის ის გახსოვს კუშადასში რო ვიყავით მედაში ხო აუზი ქონდა პატარა ძალიან პატარა ორ ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო და ორ ვარსკვლავიანი ზღვამდე გვინდა და
20 წუთი მარშრუტით. სერიოზულად? ხო. დარწმუნებული ხართ რომ ზღვაზე იყავით და არა თის კურორტი. ესეთი სასტუმრო მოკლედ რა. ხო და კონდიციონერი ქონდა, ოღონ პულტი ღირდა 5 ევროზე. ხო და პულტი ერთ ჩერჩართვაზე თუ ყოველ პულტი რო აგეყო. არა დღეში ღირდა 5 евро. მაგრამ გაგვიმართლა რომ ეს ერთი ქართველი იყო კონდიციონერების ხელოსანი და გვასწავლა უპულტოდ. ოღონ იმას ვერ ვცვლით ტემპერატურას რა, სულ რაღაცაზე ეყენა. ხო და ფოტოშოპს გასწავლით, აი ესნა ახადოთ. და იქ პატარა ღილაკი. ეგ ადრე მოვყევით, მე მგონი ეგ იცის ხა. ეს სხვა რამის ყვევა. ეზო არ ქონდა პატარა სასტუმრო, იყო მარტო აუზი იყო. და გვერდით ოდნავ ბიგლიკი რომ გარეთ გასული. ეზო აუზი, ეგეთი სტანდარტია. ეზო აუზი. ან რო გამოდიოდი აუზი იყო. ხო და ბებოზე გამახსენდა ქართველი ქალი შემოვიდა 1.45. სულ ქართველები რატომ მოძრაობდნენ მოხსოვს? ნუ 200 სპავიანი. რაც ფილტრავს სვაერონები. 200 სპავიანი და ზღვიდან 20 წუთის სავალზე. ტრანსპორტით. რა გინდა იცი ოთახი, ორ კაცი 9 евро. სასტუმრო ცოტა ხმამაღლა იძახა. შენი ხდიდი თუ გიხდიდი? მოიგო. ხო და ეს საერთოდ ქართველი 9 ევროს ნომერი და 5 ევრო პულტი. ხო, პულტი, იმიტომ რომ ფანჯარა გქონდა? კი, იმის მხარეს რის კედლის. მეჩეთის მოეძინის და ის ვიმღეროდა. ხო და ეს ქალი ქართველი ქალი საძე მღეროდა ის. აუს მოადგა ერთი მხრიდან მომხდან ასეთი ამერიკელი ბებო რომელიც რო გაიხადა ამ ბებოს სუტატუებში იყო რა ორჯერ უფრო მეტი იქნებოდა ასაკით ვიდრე ეს ქალი ეს ქართველი ნაზად ჩავიდა იმ კიდით უკნიდან რო ჩადიან ხო ის ბებო დავით ჩამოხდა ავტომობილის ბებო რაღაცა მაგჯიშის კალია ეს ამხელა შედარება ჯერ შეიძლება იგივე შეიძლება აბა დააკვირდის სახელზე ეს ხო არ არის და ჩვენ ამასობაში შემდეგ ნიუსზე ნიუზე გადავიდა. მექსიკიდან ლონდონში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრები 17 საათი გაიჭედნენ ხო სწორად ვიტყვი ნახე აბა მეინის ამერიკის აეროპორტში ამერიკაში არიან ეს მეინის ამის მიზეზი ორი მგზავრი იყო რომლებიც თვითმფრინავში ტუალეტში რამდენიმეჯერ მოწიეს პირველ შემთხვევაში გაფრთხილება მისცეს და უთხრეს რომ მეტი აღარ მოწიოთ თორემ მოგვიწევს ავარიული დაჯდომაო და მეორეჯერ და თვითმფრინავი დასვეს ისინი დააპატიმრეს და თვითმფრინავი 17 საათი იყო ამ აეროპორტში და მერე წავიდა ლონდონში ვა ვიღაცის მოწევა რა დაუჯდათ ნახე არა მწეველებს და იმ მწეველებს დეპორტაციად ხო არა ხო და ის მწეველები რა პირობებში არიან არ ვიცი მაგრამ ესენი არ არიან კარგ პირობებში 17 საათი აეროპორტში ძილი საშინელება არის აეროპორტს გააჩნია არა ნუ არ არის ეს ხა ძალიან ისეთი გადაუხურავი აეროპორტი თუ უარესია კიდე მიდი ის მოყევი ახლა თუ მაგარი ხარ აბა ის რო აგერია ამსტერდამში რო ვიყავით და გამომგზავრების თარიღი მე რა მოხდა არაგრევია არა არა მდებია ერთი რითად რომ მივედით არიცი და რო გითხრას თქვენი რეისი ხვალ არის აი ესე რომ ეძინა 24 საათი მაგარჯო და მოგეცია მან თქო მასე და არის სასტუმროდან რომ გამოხვედით რამე არ გაუკვირდათ რომ ერთი დღით ადრე რომ დატოვე არა სასტუმრო ეგრეა იღეს კოლუმბი ეგ ხო იცი როგორ არის აერია და არ მინდა ვა მაგარი არგუმენტი იყო როცა რამდენიმე ადამიანი მიდის ერთი აგერ არის ხელმძღვანელი დირექტორი რა ბილეთების ტრიპის ხო და მე ჩავაბარე ყველაფერი ამას და 24 საათი ვიყავით აეროპორტში ჩავაბარების მეუნება ვითომ ჩემი დირექტორი იყო არა მოგანდე კაი ხო ჩავაბარე ამას მოუხდებოდა მოგანდე შემდეგი ახალი ამბავი არის იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში სახელად ვერნაცა აუზავია აიგრძალა იტალია ახლოა ჩემთან ეს ტაილანდი აიგრძალა სელფების გადაღება სახიფათო ადგილებში იმიტომ რომ ტურისტები ბევრგან ისეთ ადგილას იღუნებიან და იღებენ სელფებს რომ ბევრი დაშავდა და ხო და აკრძალეს
ანუ ცვიოდნენ, ხო? და ჯარიმა არის 50 евро. კაი სელფი ღირს 50 евро. ვა, ხაბიჭო. არაფრის გადამხდელი ის არ არის. 50 евро რა ამბავია, მაგ ფასად აგერ კაცი პულს აიღებდა 10 დღით. ღიანი მულტი. აა, არა და ლამაზი ქალაქი გამოდგა. ლამაზი ქალაქი. ანუ სახიფათო ვინ საზღვრავს სახიფათო? აი მაგალითად აი იმ კოშკიროც რო ხედავ იმის კიდეზე რომ მიხვიდე და გადაიხარო ტანის ძირითადი ნაწილით და ესე გინდოდეს გადაღება დაგაჯარიმებენ. თუ გადარჩი. თუ არ გადავარდი? ხო და თუ გადავარდი მე არც დაგაჯარიმებენ და არაფერი, მაგრამ თუ არ გადავარდი მაგ შემთხვევაში გაჯარიმებენ. მანქანა თუ ნებისმიერ ადგილზე იგრძალება სელფი. არა სახიფათო ადგილი. ეტყობა იქ ფოტოა. სახიფათო ადგილი სელფს ნუ გადავიღებთ. ეს იყო ახალი ამბები. არც გაჩერდა. ახალი რა საზაფხულო ამბები. საზაფხულო, საკურორტო. და სასვენებელი ამბები. მე ხა ამბებსაც არ დავარკვევდი ამან. აბა რეტროსპექტივა. არა, უფრო რაღაცა ტურიზმის 5 წუთი. ფაქტები. ტურიზმის პოეზიის 5 წუთი რა, ტურიზმის 5 წუთი. ხო? ჩამოყალიბეთ ახლა თქვენ ორი თორე. დედა გაკაბობთ და ვარცო. გელოდებით რომ სტუმარი გამოვაცხადოს. ფაქტები ტურიზმისა და დასვენების შესახებ. ეს იყო დღევანდელი ფაქტები ტურიზმისა და დასვენების შესახებ. შენ გეინაც. სიკარზე. მიყვარს ადამიანს რაღაცა სასწავლე და იმ წუთში რომ დანერგავს. შემდეგი ნაწილი ჩვენ გადაცემაში ტრადიციულად არის სტუმრის ბლოკი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი ლევან ხარაშვილი. გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ხართ გადაცემაში. როგორ ხარ? მადლობთ არამიშავს, მადლობა რომ დამპატიჟეთ. როგორც შესავალში თქვით, სათადარიგო გადაცემაში თუ როგორია? არა, ეს ვიზეთ. იყო შავწეროთ და იქნებ სადმე გამოვიყენოთ. რეგულარ გადაცემა. რეგულარ გადაცემა უბრალოდ წინასწარ ვიწერთ, იმიტომ რომ იმედი გვაქვს რომ ნაწილი მაინც დავისვენებთ. ვიხარია რომ თქვენთან ვარ. ლევანი არის, მოდი მე უცები ვიტყვი, ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა, რომ ნიკო დღეს ჯანმრთელი არის. აი მაშინ რავად რო იყო. ერთი თვეზე მეტი რეანიმაციაში იყო და ფილტრებზე ქონდა ამბო. ხო და მოკლედ ბევრი ექიმი ჩაერთო და მე გადავწყვიტე რომ მეთქი ლევანმა გადაწყვეტოს ხო რა გავაკეთოთ. და ფაქტია რომ სწორად გადაწყვიტა. მერთო ჩემო დამბურძგლას. მოიცა ეხა მაგას ეხა გეტყვი მაგარს კიდე. ნუ დიდი ხანი რო იყო ბევრი გადასხმა გაუკეთეს რა და ხო, ნუ ერთი თეთრი იყო. ხო და ეს აქ გვენა და დაასვენეს, აქ დაასვენეს, ფეხზე დაასვენეს. და ნიკო იყო 2 წლისაცარ იყო რა და ლაპარაკი დაიწყო საავადმყოფოში. ო, და პირველი გადაბმული წინანდება იყო ერთ-ერთი ექთანი არ მოწონდა რა, ეთქობა ისე აკეთებდა უხერხ ბიჭი ექიმი პროჭია. ასე კი არა, ჩემზე უთქვამს ესე. არა, შენ ბიჭი ექიმი მე ვიყავ. ხო. მაგრამ მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთხელ ხა აგერ გადაცემიდან გეუბნ. რა რთული წინადადება უთქვამს ამ ჭველი. რო გაამწარებ ადამიანს. მაგდენ ჯერ რო გიჭვლიდან შეიძლება ხო, უარეს ის. 2 წლის რო ხარდათ. არა, ესე ძალიან საინტერესო ტიპი იყო პაციენტი. ძალიან საინტერესო ბავშვი იყო, ბევრად იმაზე უფრო განვითარებული და ესეთი სხარტი ტიპი, ვიდრე მის ასაკში ეფერება. იმიტომ მორჩა ესე სწრაფად. ერთი რეანიმაციაში დამოიცა. სწრაფად მორჩა. არა, ნუ რთულად იყო. ხო. კაი, ეხლა რა მაინტერესებს? ხო არის რაღაც სეზონური დაავადებები. ხო. ეხლა რა არის ენტეროვირუსი? ზღვაზე რო გაწყალს გადაყლაპავდა. ხო, უფრო ხშირად. უფრო ხშირად ეგ არის. დიდუბეში არ ველოდი. ამას ნამდვილად არ ველოდი. რატო დიდუბეში? არ ვიცი, რამაც არა. ზღვა ხო არ არის დიდუბეში. დიდუბეში ზღვა არა. დიდუბლები ხომ მიდიან მე ზღვაზე და ვინც არ მიდის. იმათ მეზობლებისგან გადაედებათ. მაინც იქაც ენტეროვირუსია. რაც ვერაცდების ეს. თუ გიწერია. ანუ ტრაკი თუ გაქვს, ტრაცი გაქვს. სიბრძნეთ ჩაყვახა. თუ არა გაქვს, ეხლა ნუ არაფერი შენ არ გემოქმედება. გვაქვს რამე ისეთი ენდემური დაავადება,
რომითაც შეგვიძლია ვიახო. აი მარტო ტურისტი რო ჩამოვა, ეს მწედის ჯვარი. ესეთი ცხოველი და ესეც გასტრიტი. რაღაცა ეგეთი რა. თუ ტურისტულ ჩამონათვალში რო ხო, მოინახულეთ შეიგრძენით. რასაც აი მე შევიტანთ იუნესკოში და რაღაცა გაუთხილდე. არა მატერიალური. აი მატერიალური ძეგლის სტატუსი მივანიჭებ. არა ენტეროვირუსი მაგას არ მიეკუთვნება. აი ხო და ჩვენი რა არის? აი პისუფთავი არა. ქართველებს რო გჭირს. მარტო ქართველებს თუ არა, არა მარტო არა ქართველებს. გასტრიტი ყველას ემართება გასტრიტი. არა, აი ესეთი აი სცენარი რო წარმოიდგინოთ, ვიღაცა დაიჭირეს და არ გვევენ ვინ არის და ექიმი იძახის ბიჭო ამას ესა ქართველი იქნება. ნახდათ ეგ არის წყალი არ გაუ. არა ისედაც მიხვდებიან არ დაჭირდებათ ახლა ეგეთი ძიებები იმაში. ანუ ისეთი არა გვაქვს ხო? არაფერი დაავადება. აი მარტო ჩვენ რო გჭირდეს ეგეთი არაფერი. და ისეთი რამე არის, რაც ჩვენ არ გვემართება, აი ყველას ემართება, ეპიდემია მოედო თუ პანდემია და ჩვენ არ ხეინათ ვარ. თავიდან ხო იყო ლეგენდა, რომ ჩვენ ის არ კოვიდი კოვიდი არ არ გვემართება. გვემართება და მე უცბად დაინგრა ეგ ყველაფერი ხო? არის არა, მაგრამ ეგეთია. სურავანდი ალბათ არ გვემართებოდა მეზღვაურები ჩვენ არ ყავდა და ხმელეთზე არ დაემართებოდა არავის. მეზღვაურები რატო არ ყავდა ეგ არის უცნაური ამბავი. ხო. მეზღვაურები რატო არ ყავდა და გემები არ ყავდა. ესე მეზღვაურები ყავდა უბრალოდ გემები არ ხო, აი იდგნენ რა ნაპირთან და ვა. ელოდებოდნენ გემს. საჭაუჭდე, საჭაუჭი. იყო უმუშევრობა მეზღვაურები. და არ ემართებოდა სურავანდი. სად გაგახსენდა სურავანდი? მე ბევრი რამე მაქვს ისა შენა. გაზატანილი. არა სურავანდი კარგი ხარლევა. პარადონტოზი მქონდა. სურავანდი. აი როგორც ექიმი აი იმ ჭიქაზე რა სიტყვა. რომოჭიკა. ეს ნორმალურია. აქ ექიმი თუ იტყვის რამეს თორე სხვა ეს ჭიკა არ არის ჯერ. როგორც პოეტს ერთს ვკითხე. სამედიცინო კუთხით გვაინტერესებს. გოსანს კითხე. თქვენც ახლა ჭურჭელზე ლაპარაკობთ, ესენი ჭურჭელზე კი არა, ეს ჭიქა რო არ არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ამდენ წყალს ადამიანი სვამს. ნორმალურიაო? ჩემი აზრით ნორმალურია. კილოგრამ წონაზე და მოცულობაზე გადაანგარიშებით, ჩემი აზრით ნორმალურია. აი, ეს ხო ეხა აი, შენ სათითესავით გამოიყურება. თან ამ სიცხეში გაწყალი უნდა ამას რომ ძალიან. მოურჩები, მე გადავდივარ ამაზე. მე სხვა შეკითხვა მქონდა, ამაში წყალი ასხია თუ სხვა რამ. წყალი. არა წყალი წყალი ძალიან სასარგებლო ამბავია, მოგეხსენებათ, მით უმეტეს სიცხეში ბევრი წყალი უნდა მივიღოთ. სიცხის გარდა კიდე რითი შეიძლება რომ სიცხეს ვებრძოლოთ, იმიტომ რომ აუტანელი სიცხეა. ეს და კონდიციონერის გარდა. შეიძლება კი ასაკი მომემატა და ვეღარ ვიტან, მაგრამ მგონია რომ წელს განსაკუთრებით რთული სიცხეები. არა, ძალიან ცხელა ხა ასაკი რა შუა, მეც მომემატა შეიძლება ასაკი. მეც ძალიან ცხელა, მაგრამ არა, ნუ რიცხვებში რო ნახოთ, ეხა ძალიან მაღალია რა, 40 გადაცდა რამდენჯერმე და ძალიან მაღალი ტემპერატურაა. სულ დავცინავდი, ხანდაზმული ხალხი იტყოდა ხოლმე, რომ ეს ზაფხული რო გამიჭირდა, ეს ზაფხული არ გამჭირდა. ეხა ზუსტად ეგრე ვარ. ყველა წელს მაგას იძახ. ეს ზაფხული რო გამიჭირდა, არა, ყველა წელს არ ვიძახი. წელს მიყვარს ბიჭო, მე მიყვარს, აი რა ვქნა. იმას აი რა, მაწუხებს. აი 51 გრადუსი სიცხე როგორ მაწუხებს. ხო და აი ამას რა უკვე. არც 51 და 100 გრადუსი? არა, სად მივიყვანა? 51 კი. აქ როგორ ახართ? იუმორი და პოლიტიკა გამიჯნული გაქვთ თუ ჯერ არა? არა, აქ ის არ ვთქვა. გაგიმიჯნავენ მალე. მოასარით ნურამის მაგიდან. იუმორზე. იუმორი რა თქმა უნდა. YouTube სპორტი და პოლიტიკა ხო გაიმიჯნა, რა? ანუ მე რო სიცხემ სიამოვნებს ეს ბუნებრივია, ხო? არ არის ბუნებრივი. არა, რაღაცა კი უნდა სიამოვნებდეს. ადამიანის ორგანიზმის ხო შეიძლება რომ ტროპიკული ადამიანია და შემთხვევით არის აქ მოხვედრილი. ანუ მასში იმძლავრა რაღაცმა გენმა, რომელიც რა ვიცი. სადღაცა ძალიან ცხელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ მისი წინაპრები? ხო. შეიძლება. მამა ჩემი დაიბადა ბაკურიანში. ესე ციგრილე უნდა იყოს. ბაბუა ჩემიც. ესე იგი არ გამოდის ეგ. რაღაცა ესე იგი ხოვერსია. რაღაცა უცებ იბუთქა. ეს რო აიყვანოს ცოტა ხანი და სამეცნიერო მე მეცნიერები არ გჭირდება. ლევან, შენ ხარ ბავშვთა ექიმი, ხო? მე ვარ ბავშვთა ქირურგი. ქირურგი. ბავშვთა ქალთა და კაცთა.
სომეხთა და რანტა. კაცთა გინეკოლოგია. აფხაზთა. ოსტადა ექიმებსაც ესეთი ტიტულები. კუჩთა და ღვიძოთა. ექიმებს ჩვენი სპეციალობაც გვეყოფა, ეხლა მაგათი მაგაზე რო არ დაგვრჩენოს კიდე უცნაური რაღაცა. პედიატრი, ხო? ბავშვთა ქირურგი. ბავშვთა ქირურგი. რასაში ბავშვებს ჭრის. ჭრირას აზამთროფო არ არის. კერავს. ეტაგერო სახში უშვა. ვა, როგორი აღწერა აქვს სპეციალურად. სვანაერი მდგომარი. უყვართ ბავშვებს ქირურგები? კი. ხო. ძირითადად ვერ ჩემენი ჩემ შულს ახლა რო დაჭირდა პატარა რო იყო ვერ ხვდება რა იმიტომ რომ ნარკოზზე შეყავთ და მე უკვე გამოდის ხიზები არც ოპერაციამდე უნახავს ქირურგი და არც ოპერაციის მერე. ოპერაციის მერე ცოტა ხნით შემოვა და მშობლებს მოახსენებს რა ხდება ნო რა კაი ბავშვი ხარ გაუშვათ სახლში იყვის და უეს რა კაი ბიძია არის. დამჭენები ეს. ისინი ვინ იყვნენ ექტნები დისკები ექიმი პროჭია ეგა. იტისკება ეგთან. ანესთეზიოლოგებიც არ უყვართ ალბათ ბავშვებს. ხო თუ ხო არ ვიცი აი რომ გაძინებენ წარმოიდგინე ხა თან უყუმარო ხედავ აი რომ დაგადგება თავზე ვიღაცა და ნიღავს დაგადგება. აქედან რო გიყურებს ხო? ხო ანესთეზიოლოგი ხო იქიდან დგას. გადაცემაში იყავით პირველი გადაცემა რო გაკეთდა სამედიცინო ხო? ექიმები ხო? ექიმები. იქ იყავით მორჩა კარიერა? კი. მორჩა. შენ თავში ჩაკეტე და არ მოგეწონა ანუ რაღაც არა თვითონ ჩაიკეტა. ხო ეს მახსოვს მაგრამ მე ესეთი არჩევანი არ დაგდგომია რომ მედიცინას დაბრუნებოდი თუ იქ დარჩენილი ხავი ტელევიზია. არა თორე ხო დავრჩებოდი ტელევიზიაში. ანუ იქ არ ვარგა მედიცინაში. არაფერი არ ყრია. ყველა აბარებს დიდი არაფერი მედიცინაში. აბარე მე შენც დიდი ხანი ისავლე წლები? ხო რა სტანდარტულად 6 წელი ბაკალავრი, მე 4 თუ 5 წელი რეზიდენტურა. და პენსია რა. ყველაზე ახლოს არის სტუდენტობა პენსიასთან. სან როგორ არის ეხლა რო 6 წელი ისწავლე და რაღაც გონია რომ რაღაცა ისწავლე რა ხა 6 წელი ყველა 4 წელი ისწავლე შენ 6 წელი ისწავლე რაღაცა ბიოქიმია რამე იქით აქეთ და მე 6 წელის მერე ქვია დიპლომირებული მედიკოსი რა რეზიდენტურაში თუ არ ჩააბარე უმცროსი ექიმი ხარ რა მე რეზიდენტურაში ჩააბარე იქ 4-5 ან 6 წელი ისწავლე და უმცროსი ექიმი ხარ გონია რომ დამთავრდება ეგ ამბავი და გონია რომ აი ახლა შევარდები სამონტყოფოში და გადაარჩენ თელ სამყაროს და მე ხვდები რომ არაფერი არ იცი საერთოდ და სულ ისავლე ამდენი არა ნუ რაც იქ ისწავლე ეგ პაციენტთან იმას ჯერ ვერ გამოიყენებ ასე თუ ბიოქიმიას რო კარგად სწავლობდნენ ფიზიოლოგიას ახლა ვიღაცას მუცელი ტკივარი თიხუშველი და იმდენად რთული მე ისეთ მედიცინის 10 წელი გჭირდება იმის მისახვედრად რომ არაფერი არ არის. კი 10 წელი გჭირდება იმისთვის რომ მე დაიწყო იმის სწავლა რაც გჭირდება რა პერიოდში სწავლობ, როდის ჩააბარეთ იქ? სამედიცინოში. 2001-ში ჩავაბარე. ის დროშები ეკიდა უკვე? შესასვლელში რომ ბევრი ქვეყნის დროშა კიდე რო არის. არა მე მგონი მე-16 წელია. მაგდენი მე მგონი არ ეკიდა მაშინ. ეგეთი ინდოელები იყვნენ 2000 არ მახსოვს 2001-ში. 1-ში არა და 6-ში ძალიან ბევრი იყო. მაშინ გაიხსნა პირველი ის იყო რა. მოვდიოდი ვეძისით მანქანით, მე და კოხი ვითვლიდით გზაში. ჯერ მიზალდებოდ რამდენი ინდუსი შეგვხდებოდა და მე ვითვლით. რაღაც ეს სწავლის და ლექციების პერიოდში არ მახსოვს რომ ეს ჩვენ პარალელურ კურსზე რაღაც ყოფილიყვნენ, ალბათ არ მახსოვს. ცალკე შეყავდათ ეგენი. ე თქვენ ის ბაკალენია ხო არა ხართ ყველა რომ მიიღეს. არა ის მანამდე იყო ის 92. არა ეგ ბევრად ადრე იყო მაგდენ წლისაც არა ვარ ანუ ისინი გასწავლიდნენ შემდეგ. დაახლოებით ესე უცე. 10 წელი. მოგეუბნებით მაგიტო იყო რომ დავამთავრე მივხვდი არაფერი არ ვიცოდი იმ ხალხმა მასწავლა 2001 ის არის, მან უფულოდ რო ვერ მოხდებოდი, ხო, ეგ პერიოდი. დიახ რის თქმა გინდა არაფერი დანარჩენი ფაქტები ხო მოხდა რა ხო ანუ დიოგი მამუწურა. არა, და თქვენ თუ დაამატეთ თორჩაკის ვარდი მათელი. კაპიკი არ გადამიხდია ამჯერ. უფასოზე ვსწავლობდი არც იქ მოწყობა არ ერქვა მაგას მოწყობაში არ გაწყობა ალბათ იმიტომ რომ თვითონ იმათთან ემზადებოდით ვინც გამოცდებზე. არა არა? არა ეგ მარტო სამხატვროში და ეგეთ იმებში ჭრის თორე თესეუში. თესეუში წეგრია თესეუში წეგრე იყო მაშინ ქუთაისის.
რა სამედიცინო რა იყავით. არა, სამედიცინოზე ეგ ამბავი კარგად მძვინვარებდა უბრალოდ, აი მე ნუ ერთ-ერთი ძალიან იშვიათი გამონაკლისი ვიყავი კურსზე. გაძურა ხო? ანუ ეს რო ფულები ან დაითვალეს და ერთი ადგილი დარჩა და მოდი ერთი ვინმე უფულოდ მოხდა. აი ეს კაი ბიჭია. მოდი ესეა. წარმოიდგინე ადამიანმა თავის ცოდნით ჩააბარა 10 წელი ისწავლა და არაფერი არ ვიცი ეძახის და ვინც ფილით იყო მოწყობილი იმათი რა იმედი და უნდა. ისინი ბიჭო 3 წელიწადში ვეიძახნა რომ ყველაფერი ჩაულებრივი ამბავი. ეგ ხო ეგ ისი, ხო, პარალელურად ხო შენ სანამ დაამთავრებდა რეზიდენტურაში წვალობდა და უცებ ვიღაც შენი კურსელი პროფესორი აი, როგორ გავარჩიო მე ეგეთი ექიმი და კარგი ექიმი. ესე ძნელია. რო შეგხედავ გეტყვი ზუსტად ვიცი რა გჭირს. კალიგრაფიით ვერ გავარჩე. ეგ კალიგრაფია ეხა აღარ არის ვიღაცერს ბეჭდავთ უკვე და ვეღარ გაიგებ. გაბნეულები ვარ ცუდი ექიმი. ისა რო მე გამოგიგზავნით ფონტი გაიჩითა ეგ. ეგ ავტო ვირავინ არის რა დაბეჭდა. ჯორჯიან დოქტორ ფონ. ნუ ერთი ვარიანტია რომ თუ ვერ მოგარჩინე, ესე იგი არ არის თლად კარგი ექიმი რა. ეგ არ მაწყობს. მაგას ხო გვია ისაც ყოფს. ხო, მაგრამ ამჟამად ვერ გაიგო. შეიძლება ახლობლებმა გაიგონ. ანდერცი რო გიწერია. თუ ვერ მომარჩინე. იცოდეთ ხალხო. ანუ შეიძლება ეხა მოურჩენელიც გჭირდეს ეხა ყველაფერს რომ ვერ მოვარჩინდეს. თანამედროვე მედიცინაში მეორე მხრივ ბოდიში რაღაცას დავახარ. არის ხალხი ვინც თუდად სწავლობდა, მაგრამ მე პრაქტიკაში მაგარი გამოდი. კი. მაგალითად რენტგენი გარიცხული იყო თავის დროს. გადაამოწმე რა გეხოთ. საიდან გარიცხეს? აი, საიდან გპ-დან. რენტგენის სკოლიდან. გპ-ში სწავლობდა. რაღაცა კარიკატურა დახატა თუ რაღაცა მასწავლებლის და გააგდეს. და რენტგენი ექიმი არისო. ბიჭო, ნობელის პრემია აიღო იმაში. მაგრამ ექიმი არისო. ექიმი არისო. არისო ფიზიკოსი იყო ალბათ, ხო? დიახ. ვილჰელმ კონრად რენტგენი. დიახ. თანამედროვე ეგეთი რთული სიტყვები. მედიცინაში შემოიჭრა AI თქვენთანაც? კი, როგორ არა. ჩვენთან ჯერ არ შემოჭრილა. ჩვენ სადღაც ბოლო ჩიხში ვარ შემოსაჭრელ ამბებში, მაგრამ ისე შემოიჭრა რა თქმა უნდა. ყველგან შემოიჭრება. ხო. კი და აუცილებლად იმაში რა ქვია, მანქანას რო აკეთებს და AI არასწორად გეტყვის და ნუ არ დაიქოქება არა უშავს, მაგრამ სამედიცინო სფეროში ეგ როგორ უნდა დარეგულირდეს? იცი, ხო, დასარეგულირებელი არის, თან ეხა ჯერ ახალია ეს ყველაფერი და ესე პირდაპირ აიღე და გადმოიტანე და დანერგე ეგრე არ არის, ეხა მაშინ ექიმი აღარ იქნება საჭირო კითხავე AI-ს ეს ჭირს და გეტყვის ეს წამალი დალიო და მორჩები ეგრე ხო არ არის. ჯერ ერთი ხო შუალედური რგოლი ჯერ ექიმი არის დარჩენილი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ის AI სწორს ეუნება თუ არა. ჩვენ წოდნით ვამოწმებთ ჯერჯერობით, მაგრამ რატომაც არა. ნუ ესე მარტივად ვერ იტყვი, მაგრამ პირველი ნიშნები იმისი, რომ AI მედიცინაში გამოიყენება და იქნება ძალიან მაღალი ესეთი სანდოობის, უკვე ჩანს რა. განსაკუთრებით რადიოლოგიაში ჩანს ძალიან კარგად ეგ ამბავი. მე როგორ მგონია ეხა გეტყვი. ჩვენ ხო აი რაღაცა მახველებს და AI-ს ვკითხავ, რომ აი მახველებს და რა დავლიო რაღაცას მეტყვის, ხო? თუ მე ექიმთან მოვედი და აი მახველებს და ექიმი უკვე უფრო ჭკვიან AI-ს კითხავ, ახველებს. გაჭირს ამ კაცს. ან იგივე ეკითხვა ესე მე მაგას უკვე უთხარ. მაგისთვის ნარკომი მაგრუეს და დადის ესე 1000 AI-სთან და ხო. ხო, მაგრამ ეგ ხო ის ის ექიმბაში AI-ს ხო შეიძლება რომ გაიჩი. როგორ შეიძლება? ანტივაქსერი AI. არ დადიო, წამალს არ გაეკა. რა მაინტერესებს ახალი ვარ. ხალხური მედიცინიდან რამე არის რაც მართლა მუშაობს და კარგია? აი ძმრიანი ნასკები. არ ძმრიანი წინდები ძმრიანი ნასკები. ხო არ უხდება ხო? არ უხდება ძმრიანი ნასკები მუშაობს. ძმრიანი ნასკები. წინდას აიღებ და ასველებ. რო დაასველებ ნასკია მოდის ეგეთო. ხდება ძმრიანი ნასკი. ხო მუშაობს ძმრიანი ნასკები მუშაობს რეალურად, მაგრამ ძმარი არაფერ შუაში არ არის რა. ტემპერატურის ამბავია. ანუ ნასკია ხო გეუბნებოდი. ტემპერატურის დაწევა ფიზიკური მეთოდებით. წყალში რო დაასველო ის წინდა ნასკათაც აღარ გადაიქცევა ბავშვს მუჟუჟის სუნი აღარ აზდის და ტემპერატურა დაუწევს. რატომ უნდა ყარდეს არ ვიცი. რატო? რატო არ უნდა აზდიოდეს ბავშვს მუჟუჟის სუნი მაგალითად. მუჟუჟის რა ფაქტია აბას თურმეს ბავშვი. კი, ეგეთი ის გამოვა, თხის კონსაც ხო უსვამენ ხოლმე. კი, თხის კონი არ არის. აი, რაც მე მშველი და. მეც. მე ბიჭებს ხონდა მოცილება. მაგას თუ ნაშველს ეძახით თქვენ?
რატო აღარ მომდიშვლი? კარგი. არა, მოიცემ. ანწლი. აი მაგაზე რასი. ოპა, მოდი დათო. მოდი ძმა. კუჭის ასლაზე ანწლი, აი ანწლი რა არის ანწლი და ცუდი სიტყვა მეგონა რა მართლა არა 6 წელი. აი ესეთი ანწლი კაცი დაიაყრილია ეს 6 წელი. აი ანწლი კაცი რო იყვნენ დათოს არა ანწლის ანწლის ისა წვენი კაცო. ნასტოიკა როგორ არის? ნახე ნაყენი. ნასტოიკა კუჭის აშლაზე. ანწლი როგორ არის ეს ის არის რო არის ძახის პრილაჟენია ანწლი როგორ არის რუსულად ეგ ვერ გავარკვი ანწლი. ანწლია. ნასტოიკა ანწლა ანწლი რომელია? ცი? ივა ალბათ არა, კრაპივა ის არის არა. რაპიო არის ჭინჭარი. ანწლი არის. ივა არა და აი მყრალი მცენარეა ესეთი ესეთი და მარცვლებია ხრა. მყრალი იქნება ეს გემრიელი თუ იქნება წამალი ხო არ იქნება მყრალი უნდა იყოს ხო და იმის ნაყენს აკეთებ და კუჭის აშლაზე არის პირველი. აი არ ვიცი რა შეიძლება მუშაობს მე არ ვიცი არ გამისიჯობს და არ გიხმარი ბალს რო შეგიყვება ჭიანჭველა და ოტყარო უნდა დააყოლო მაგაზეც თუ ანწლი არის არ პრიზინა, ვიცი. ხო. რატო უნდა დააყოლო ჭიანჭველა თუ შეგყვა ხილში. მუცელში აწრიალდება. ასკდება რას გასკალდია ჭიანჭველას. ბავშვი ეს ქირურგს მე აწრიალდება კუჭში ის ჭიანჭველა. თუ ჩელოცა ოღონდ ჩელოცვაც უნდა წოდე პატარა არაყინო დაარტყა. პატარა ბავშვმაც. რა თქმა უნდა ესე იგი რო დაждდები სუფრასთან და შეჭამ ნახევარ ღორს ცხვრის ბარკალს თევზს დააყოლებ და ნანადირევიც თუ შეიძლება კიდე ის მიაყოლო და ის არაფერს არ გიზავს მაგრამ ჭიანჭველა თუ შეწყვა ის ანგრევს ყველაფერს კი. და პატარა ერთადერთი რა ჩვენის ეს არის ხო ერთადერთი რა ჩვენის ეს არის არა ხო მალევე უნდა დააყოლო რომ დაეციოს რომ ის გარბის ისა ყემლის ჯობია. აუ მთვრალი ჭიანჭველა იქიდან რო ცოცხალი გადარჩეს ბიჭებო ეს საიდან გამოვა რა ეს საკითხავი რიგით რომ გამოდის. აი კარგი შეშინებულ ბავშვზე რო უკანთმა უნდა მოუწვა და მე ეს დამწვარი იმაზე ასუნიო ეგეც არ არის არა ასე არ არის რატო? აი აქ გამოგეთიშა. არა ამის მე მართლა არაფერი არ არსებო ეგ ის რას შველის ეგა დამწვარი რაღაც შემეშინდა ცოტა შეშინება გადაუვლის და თმა უნდა დაუწვა არა თუ რა ოჯრა ვაინახე ესეთ მას არ საგიყურე ტრაულტასა ორივე მხარეს გავიხედე თმა ვერ დავინახე რომ ხელი წავა მოვიდე დათო. შეხედე აი ესე დაიჭერ მე რო გზელი თმა მქონდეს რაც გარეთ არ ჭამას მოუწავ მოჭრი. და მე მომწვარს ხო ის რაღაც ცუდი შუმი გემას ესე მოსვისავ და ასონს. ეგ კაია. ეგ მართლა. ოღონ ზათ იცახი არ რომ გაიმეორებს. აშინა მაშინა ბურგამ შეგა ეგ ვანიგალეში ძალა არა ცოტა ჩარა უნდა გაგდე მე ესე ნამკურნალები მოვედი 58 წელი კაში ვიდო მაგას ვერ ზაკეთებენ რომ შეშინებული რო შეშინებული რო ხავი შემობილ ხარ შეშინებული კი კაც რამ შეგაშია რავი რა ხან რამ შემაშინა ხან ხო და აი ეგეც შედოთოს აშინა მაშინა გულო რამ შეგა მას გეუბნები ბიჭო მეც შემილოცეს. მართლა ხო. შენ სამშინე მაშინათი აშინა მაშინა არა ალი სასამალისას. მანდრა არის მე ეგ თვალის ცემის არის ბიჭო არის სასამალისას შეგილოცავ თუ არის სასამალისას. შინაურისას აგარებისას. ორი ცნობილი მჭივავი ყავს თვალის ცემის არის ხო. ეგ თუ აგერია არა. ეგ თუ აგერია კი არა რო ანწლი არ ვიცი რა ერთგო რო თქვი და დამცინეს კი გამიკვირდა ჭიმავები და რაღაც ან სასტიკი ტექსტი ქონდა თუ გახსოვთ რომელს ალი სასამალისას? მე ტექსტი შინაასი შინაურისას გარეულისასა. დაჭრა რაღაც იმანის ყავი რაღაცა მოგდა. ამოუვარდეს მარჯვენა მთვარე ხო ვიღაც კაც წეული მე თუ მარცხენათი დაგთვალა კიდე რა მაინტერესებს ლევან? ის მართალი. არა თუ ის გაინტერესებს ამას გვასწავლდნენ თუ არა სამეცნიერო უნივერსიტეტში არ გვასწავლდნენ და გეტყობა? ეს საგანი ეხა უკვე გათქმულეთ რომ მოითხოვოთ და დაამატოთ სილაბუსში დავამატოთ და სპეციალისტი ყავს ახლა მე არა ეხა დოქტორი და ასისტენტი. მე მოუძებნე ის მართალია. სპეციალისტებს წელი როქილად წაბლი უნდა ჩაიდო. საათ
წელში არ როგორ უნდა შეიკრა და წელი რო ხდება სამი კაცა წელი. უნდა მიიდო. ეგ წნევაზე არა. არა, წელის ტკივილი მზი. არა, კატასე მოყოლილი მაქვს. ეფერე. მან წელი ტკივა მაგრამ ხო, კატა ჩაიდეო, გავაჩერე და სტაიანში დამაყენებინა მაგან და რო გადმოვედი მიყურე წელი ტკივა კატა მიიდე მე. სტაიანში ეს კატა როგორ უნდა მიიდო? სტაიანში. აბა რა ქვია ქართულად სტაიანში? მაგას ქვია მაგაზე არ დაგცი. მე რო თქვა სტაიანში კი არ არის პრობლემა. ახალგაზრდა კაცი. პარკინგ მენეჯერი. კატა როგორ უნდა მიიდო ეს ხო და მე ვერ გადაჭერდა. თავის მხრიდან კუდის მხრიდან ჩვეულებრივად აი ესე აფრთხე და დაიფე. აუხასა. კატას რა სახე ექნება და გაგურებული წაბლი არ არის მართალი? არ უნდა უყურო. ცხენის წაბლი. წელზე უნდა დაიდო და შეიძლება. აი ხო, უნდა შეიხვიო და ეს გედება რა. სამი ცალი ოღონდ. არ ვიცი მე არ მიცდია. მაგრამ ტკიოდა წელი თავის დროზე, მაგრამ მე მაგალითად ეხა მაინც ნეიროქირურგიას მივმართე ვიდრე წაბლი. სოფაში ძაღლმა რომ მართალია, ნეიროქირურგის საქმე არის წაბლი. წაბლი ნეიროქირურგებს ეკუთვნის. ესეც მაგარი წიწებს. ვინა სოფელში საპონი. სარეცხი საპონი ერთი და მეორე ნაკბენი თუ დიდია შიგნი უნდა ჩაიტენა ლობიო თუ სიმინდი არ და ვიცი ვარიანტი არ არის წოფი და გემა. ვარიანტი არა გამორიცხულია უბრალოდ და გაზაფხულზე შეიძლება სიმინდი ამოგივიდეთ. არა იმას არა, იმას გადმოიგდე მოიღებ. კვირის თავზე თუ ჩარჩა კვირის თავს. მაგარი ვარ. დაწნედი არც ნაკლები. ერთი კვირა იჩერებ, წორს. ისორი რა კაი რა უპასუხის გემლოვანა. მაგარი კალენდარია დღეის სწორი. როდის გალ უნალობასთან არაფერ კავშირია მაგრამ დიდ ხუჩაბაც ლეხვის ხეზე რო ახვიდე და სასეში გაიხედო კუდიანებს დასამატებელია ეს ლაბუსო. დასამატებელია მე-6 კურსზე უნდა ვასწავლოთ ესე. ხო და აი ამხელა წოდნა პატრონი არ აქვს. ერთი ორი თავობა და აღარ იქნება თქვენთან ჭინკებს როგორ ებრძოთ? არ ებრძოლ. ბიჭო შელოცვებით არის ჭინკის შელოცვა მე ხა არ მოგცა მოგებული ლიტერატურა. ტექსტბუქი ეხლა შეგიძლია AI-ის კითხო პირდაპირ. ხდება ჭინკის ლოცვა ხელოვნური ინტელექტი რო გეტყვი ჭინკის შელოცვაზე. აუ მეტა ეცოდინება არ ვიცი. მოხე ჭინკა რა არის თქო კითხე? ჭინკა რა არის თქო? ჭინკა თუ იცი? ჭინკა როგორ არ ეწოდება? ჭინკა იცო სამედიცინო ხო არ აქვს დათვალებული არაფერი ნუ მაგრამ ანწელიც იცის. ანწლი მართლა გეუბნები კუჭის ახლაზე არის პირველი. მეორე მოხარშული კარტოფილი. კისელი. ხო ტკბილი წყალიც კარგია შაქრიანი წყალი უბრალოდ შაქრიანი წყალი მოდი საჩუქრებზე გადავიდეთ. კოკა-კოლა კაი სხვათა შორის. ხო ეგეც შაქრიანი წყალის ფორმაა თუ გინდათ ამოჭერეთ, თუ გინდათ ნუ ამოჭერეთ. არა, არა. ჩვენ საჩუქრები გვაქვს თქვენთვის. ოპა. არა, მოგარი. ეს არის ნიკოლა ხორცპროდუქტებია ჩვენი სპონსორი და თქვენთვის გვაწვდის საჩუქრებს სერიოზული საჩუქრია. ნაირნაირი ძეხვები ნაირნაირი სოსისები სხვა შორის აი ახალი გამოსულია კომაგი. სად არის? მოიპარე? ვარ შემიჭამა. აი აჰა, არ მოუპარეა, ვერ იპოვა. ნებისმიერ ამის კომაგობა თუ გინდა უამისოდ ნახევად კომაგობაა შეჭამ და უკომაგე. მაგრამ დიდი მადლობა. მაგრამ ეხლა ამას დაავლე ხელი წახვედი ესე მთლად აღარ არის ადრე იყო. ეს უნდა რაღაც ნაწილი განაწილდეს. გამოვიმუშაოთ განაწილდეს წამყვანებზე, ხო? არა. როგორ გეკადრება წამყვანზე იცი ახლა როგორც დისერტაცია უნდა დაიცვა. საჩუქრიც უნდა დაიცვა. აი რა კარგი შედარება როგორ დავიცვა? აჰა, მითხარით, დავიცვა. დაიცვა კი არა დისერტაცია. დისერტაცია თუ დესერტაცია მოყვეს მე. აი, ხო. მე ხა კითხვას დავცვა სამედიცინო სფეროზე. ეს ესე მეჭიროს? ესენი და და მე დავიჭე მომეცი ესენი გასცემენ პასუხს და თუ რომელიმე გამოიცნო, რასაც ხელს მოკიდებენ, წაიღებენ თითოს სოვან. ერთ რაღაცას ამოგაც. კომაქს არ გაგატანო. ან ჩემ რომელიც გინდა. თუ ვერ უპასუხეს სწორად და თქვენ სწორი პასუხი გექნათ, მთლიანად თქვენია მაშინ.
თუ სწორად უპასუხეს და თქვენ დაეთანხმებით რომ ეს ნუ რაღაცა ხათაბალა წესებია. ამათ ან ბოლო ამ სოს. არა იცი რა გადმოცემის უნარი არა კარგი ჯერ კითხვა დაგვიძვი და მე შედეგის მიხედვით გითხარი რა რაღაცა ის ერთა ლიგის რაღაცა პლეიოფები რო აი თუ ვერავინ ვერ გაიგო გავდიოდით თუ არა აბა ბიჭო ნუ 1 2 3 ამე 4 მაქსიმუმ 4 რაღაცა შეიძლება წაკარდო. მიდი დაგვისვი კითხვა მიდი კითხვა არის ასე. შუა საუკუნეებში ევროპული მედიცინა ჩამორჩა აზიურს. შუა საუკუნეებში ჩვენ ბევრი მიმართულები ტუბერკულოზი ესა ის ისტორიკოსები თვლიან რომ ამის თავარი მიზეზი იყო რომ ევროპაში აკრძალული იყო რაღაც რაც არ იყო აკრძალული აზიაში. რა იყო აკრძალული? თუ მეფეები და რომის პაპი უჭერდნენ ხალხს ამ აკრძალულს. რამაც რატომ აწამებს რატომ დაბანა საპონი აკრძალული გვამის გაკვეთა დაწვა გარდაცვლილის დაწვა დაწვა იყო აკრძალული ევროპაში და მაგიტო არ განვითარდა არა მაგიტო გავრცელდა ბევრი დაავადება. უფრო ვიდრე იგი გავრცელა კი არა მედიცინა მედიცინა ჩამორჩა. ევროპაშიო ხოდა არა მაშინ გაკვეთა უფრო სწორია გაკვეთა უფრო სწორია ჩემი ფიქრი ანუ რომ პაციენტი რომ მოგდებოდა ვერ იგებდნენ რომ გაკვეთავდნენ გაიგებდნენ ამ აკრძალვას ვინ ეთანხმებოდა რომის პაპი და მეფეები ქრისტიანი მეფეები იყვნენ ყველანი მაშინ ევროპაში და რომის პაპიც მაგათ ხარეს. შუა საუკუნეებში გაკვეთა ხა ცოტა ადრე ხო არა. გაკვეთა შუა საუკუნეებში კი არა აგერ ახლა მე-17-მეშიც იპარავდნენ გვამებს და ისე კვეთავდნენ ანუ მე ვაწვევი რომ ხომ არა აზიაში კვეთავდნენ ხო აზიაში იყო აკრძალული აზიაშია კვეთე და იყარია. აზიელი ხარ აზიაში ცოცხლებსაც კვეთავ. კიდე რა შეიძლება ის? ნუ რაღაცა რელიგიური განსხვავების ამბავია ხა რომის პაპი და მეფე ქრისტიანი მეფეები თუ იხრობოდნენ. ხო სწორია კარგია კარგად მიდიხარ მიდილევარ შეიძლება მე ამათკენ ვარ. შეიძლება სხვა მხარეს წავიდეთ ნახე ისა რა ქვია ევროპაში გავრცელებული იყო შელოცვები ამიტომ განვითარდა მედიცინა ის არ იყო შელოცვები სხვა გზა ჰქონდა და მედიცინა განავითარეს მაშინ აშინა იქ არ იყო ირანში არა კაი გამოვშვით პასუხები რა იყო აკრძალული ევროპაში. გვამის გაკვეთა გაკვეთა კარგი ვერსია შერასამ დაწვას ვიყი გაკვეთა 2 გაკვეთა ლოგიკასთან ახლოს არის, მაგრამ უბრალოდ პერიოდში როგორ ჯდება ეგ არ ვიცი, მაგრამ ისე მაშინ გაკვეთა ლოგიკურია. რა არის სწორი პასუხია გაკვეთა იყო აკრძალული. მე ძალიან რო დაერხათ თქვენს რომ მოდი დავწვათო სეზონზე ერთი კაცი გავკვეთა. ესე ძალიან ცუდი კაცი თუ მოკვდებოდა იმის გაკვეთის უფლება ჰქონდა თორემ ისე რომ არ გაეგო ხალხს ჩუმ. აი ყოჩა აი მართლა ტყილა არ ჩემ მთელი კალათა 10 წელი ტყილა არ გისწავლე ეხა ამას დროებით გადავდებ რომ მეორე საჩუქარი გაჩუქოთ კითხვების გარეშე უკვე ხო უკვე გიორგის ამ პლეიოფის და ხათაბალას გარეშე კი აი ესეთი სიცოცხლის მოყვარული კითხვა მქონდა. ჩვენი სპონსორია ელიტი და ონორი და საჩუქარი ელიტისგან ეს არის ონორის ტექნიკა ეხლა ნახე ეს არის უსადენო ყურსასმენები ვარა მაგარია სიტყვა თვითონ გეუბნება რომ შეიძლება უსმინო საკუთარი ყურით ისე რომ სადენებთან არ კონდეს საქმე აქ შეკითხვები და ის რასადმოდის აქ სიკეთე არის ჭკვიანი საათი ფონედოსკოპი არსებობს უსადენო? აქ რო კი რა თქმა უნდა მარტო ჯის როგორ კი არის მართლა არსებობს მართლა მოიცა ის მილი არა აქ უსადენო თვითონ და გეუბნება ეს რო ჩამოკიდება რო გინდა ის და მარტო მართლა არსებობს უსადენო კი გასო და როგორ შეგიძლია ამას დავითერი რა ხო აჭანდაბადი და როგორ გიკეთია ის ხო ჩამოგივარდება უსადენო. აკეთებ როგორც ის უკეთიათ როგორც აქსესუარი და უსმენენ უსადენოს აი ამაშია მოთხოვნა მიწოდების ამბავი არის ეგ უსადენო ხო გამოიგონეს ხო და როგორ უნდა ჩამოიკიდო და მე დაამატეს სადენო დაიკიდე ფუნქცია დაიკიდე აი ამას მოსმენ ნახე კაი რაღაცას შეუბნება ჭკვიანი საათი ჭკვიანი საათი ხო ეს ფაქტიურად 10 წელი არა აქ ნასწავლი, მაგრამ
რაღაცა პულსი გაგიზომოს, ნაბიჯები ნაბიჯები დაგითვალოს, კალორიები ჯმა დაგითვალოს. შეგაწუხოს ანწლი არის იგითხრა. ამ ღელაგაც მანწელი არა. წლია უამრავი რამე და თან შეგიძლია დახედო და რომელი საათია. ისიც კი გაიგე. ხო, იმდენად ჭკვიანია. ძალიან მაგარი რამეა. მართლა მჩუქნით თუ სარეკლამო ამბავია? უნდა ეს რეკლამო ამბავია, მაგრამ ჩუქნით. ძალიან დიდი მადლობა. ჩაულაგე ელიტსაც და თქვენს მართლა ძალიან გამოსადეგი საჩუქრებია. ძალიან დიდი ამასაც მადლობა. საჩუქართან ერთად გადავდებთ დროებით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან რთულ საქმეს, აი ვერ წარმომიდგენია ბავშვი, ბიჭო, აი ძალიან ძლიერი. რას ლაპარაკობ ბიჭო რაც ხუმრობ, მაგრამ ამის მადლიერი ვარ მადლობა. რამდენი ესეთი გყავს? ერთი მყავს ესა. არა ბევრი ყავს გაიხარე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა საჩუქრებისთვის. პირიქით დიდი მადლობა რომ იყავით. წარმატებებს გისურვებთ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია. გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. სელფის რუბრიკა გვაქვს კაცებში, ვილაპარაკოთ არის სლოგანი სელფის და ვილაპარაკოთ იკოს ზარის დროა. ხო გიორგი მდარეგა თამუნასთან შენ ძმასთან შენ დაძმა არ გყავს. ხო მე დამირეკე. მე ვარ შენი ძმა, დავაი დამირეკე. ძმა ხალკი მაგრამ მე კიდე მყავს ერთი პატარა ძმა. პატარა ძმა ნიკო ჩემი შვილი და მოდი დაურეკოთ მაინტერესებს რა შვება ალო, რა შვები მამი აი სახშუა FIFA-ს თამაშობ კარიერას. რას თამაშობ? PlayStation-ს თამაშობს FIFA-ს კარიერას რადონეზის კარიერა, რადონეზია. რა შვები მე იგებ აგებ აი ხა უნდა ვიყიდო ალვარო კარიერასი. ალვარო კარერასი უნდა იყიდოს ალვარო კარი. იაფშია კარიერასები. რაფასებში არის კარერასები დათოს აინტერესებს ვიყიდის დამალაპარაკე. იქნება პოსლეზე აგახებიო. სადაურია ბენფიკას კაცია. პორტუგალიელი. პორტუგალიელი კარგი კიდე ვინ უნდა იყიდო ჯერ მყავს ყველა. მარტო ეგ ჭირდება. რა გუნდით თამაშობ მამა ლაიფციგი. ლაიფციგი აბა სადაურია ლაიფციგი გერმანული. გერმანული აი დათო მიცის გერმანული ვარ ოპენ და არ გაყიდოთ ხო უთხრა. ოპენ და გაყიდე ოპენ და თავიდანვე გავყიდე. კარგი ერთი წამი ეს ბავშვი ფეხბურთს თამაშობს თუ მონათმფლობელობას. ტყვეთა ყიდვა გაყიდვა დათეს. შეშკო არ გაყიდო გაძვირდება. შეშკო გაყიდე თავიდანვე შეშკოს გავანათხოვე. ხო, გაისად გაძვირდება. კაია ეს მოეწონა ჯანელას გაისად გაძვირდება და ეგ შეშკო ვაფშე ბანკში რო ჩადო. შეიძლება კაი პროცენტი მოგცენ. აბა თავდასხმაში ვინ ხარ? თავდასხმაში ვინ ყავსო ჯანელა გაკითხება ხოლსენი? თავდასხმაში მყავს დეპაი. დებაი თავდასხმაში თვითონაც კარგად თამაშობს. არ თვითონ მცველია ვიყავს დებაი? დებაი დებაი? აუ დებაი? სადაურია აბა დებაი? ქართველი. აღმოსავლეთ საქართველო. თუ დასუსტე თელავი. მოიცა მაგ ძალიან საინტერესო მიმართულებით წავედით და ვინ ყავს კიდე აი დათო გამოიცნობს სადაურია ლუის სკელი. ლუის სკელი ეგ უკვე დასავლეთ საქართველო. სკელი თუ არის. კიდე ხავის სიმონს. ჟუან გარსია. გარსია გარსია? ხო ხობელი. გარსია ხო, ნუ სამეგრელო. სენაკი. სენაკი ჩხოროწყო. კაი და ცოტა გაართულე მამა ნარსიები და ქართული ესენი ყველა გამოიცნო. კითხე Breaking Bad-ის ამბავი როგორ მიდის? არა პრიზონ ბრეიქს უყურებს Prison Break-იდან. ხო პრიზონ ბრეიქს უყურებ კი, გვერდზემავ ჩართული. რომელ სერიალზე ხარ მეხუთე. მეხუთე ეხლა ხარი გოჩა ჩერტკო მონაწილეობს მან და დააკვირდი.
მართლა? ხო, აბა. ოი, მაგ სერიალში თურმე ვინ არის, იცი? მე არ მახსოვს. გოჩა ჩერტკოევი, იცი? აბა გოჩა ჩერტკოვი საიდან არის? ისა ტან. ხო. რა მაგრა უხსნა და ის როგორ ხო, საიდან უნდა დამახსოვრე. ასოციაციობანას ეთამაშება. კაი, მამი, მიდი, აბა. ბევრი არის თამაშა და რამე სოდეს მე სადმე თუ წაიკითხავ, ეგეც კარგი. ხარდადეგებია ბიჭო, რა დროს კითხო? ხარდადეგებზე უნდა იკითხო. პარალელურად მაინც გადაშალე წიგნი, იქით სერიალი, აქეთ თამაში და იქით წიგნიც იყოს გადაშლილი. რა იცი რა მოხდება. ხო, იქნებ თვალი გაგექცეს, მამა. კაი? ბავშვმა არის მის ბავშვი. ვერ შემპირდები? კაი, მიდი მიყვარხარ. ეს იყო სელფის რუბრიკა ვილაპარაკოთ. ნიკო იყო ხაზზე. კი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მომდევნო რუბრიკა არის ევროკრედიტის რუბრიკა. ოპა. თამაშები გქონდა დათოსი, ირაკლისი და იკოსი ფოტოსინთეზი, ნიკოს ნახატები და გიორგის ჯერია. მე ვარ შემდეგი? ნახოთ რა მოგვიმზადა გიორგი. გიორგმა. გიორგ გუნა. გიგმა. მე იცით რა მოგიმზადეთ? სამივე სახან მქონდათ. ხო იცით დაახლოებით ევროკრედიტის ხო, პოზიციონირება, კი ბატონო, მიმართულება, სერვისები, სესხების უპირატესობები, აუკარგი. ხო და ამის გათვალისწინებით მე მოგიმზადეთ 4 შეკითხვა. ხო. სხვადასხვა ენებზეა ის სერვისები, ის შეიძლება სლოგანი იყოს, შეიძლება ესა თუ ის მომენტი ამ კომპანიის შესახებ. ხო. უნდა გამოიცნოთ რას ნიშნავს. კი ბატონო. მე რას გეუბნებით ქართულად. ერთი სტატი შენ ამბობ უცხოურად, აენაზე ვამბობ. ორგანიზაცია ევროკრედიტის რაღაცებს. ენა თუ ვიცით რაღა უნდა კაცო. ენას გეტყვით. უფ. ადვილი ენა თუ ვიცი რომ თქვა ტაილანდურია რაღა უნდა იმის გამოცნობა. ხო. რაღაც მინიშნებები იქნება? ხან იქნება ხან არა. პირიქით რო გავაკეთოთ ეს სიტყვა გვითხრა. თქვა და ჩვენ თქვა ტაილანდურად. რა ენაზეა ჩვენ რო გამოვიცნო. არა, ეხა მე გეტყვით ბრაზილიური, პორტუგალიური. კიდე კაი, ხო, პორტუგალიურში ძალიან სულ. ქართულა. სუფთა პორტუგალიურს უწევთ და არა, დაგვიხვეწა. ქართულა. გეტყვით რა და უნდა მითხრათ ქართულად რა ვთქვი. ხო. Qualicer historicu de creditu. რაღაც კრედიტზეა. ხო, ისტორიულზე. ისტორიულზე არა. მე მგონი საკრედიტო ისტორიაზეა რა. აი, ისტორია, დათომ საკრედიტო ისტორია. საკრედიტო ისტორია არის. Qualicer historicu გეუბნებ de creditu. თან ვერც ვიხსენებ როდის ვისწავლებ. ეს ცოდნა ისე თავში როდის აი ჩავი. გარი რა მართლა აი რო კითხულობ ამდენს და ამიტომ ეუნები ნიკოს ისწავლენ აი შეიძლება შემთხვევით რაღაც წიგნებს გესხოვებ ჩქარა და პორტუგალიური წიგნი შემომეკითხა. ან ეს პორტუგალიური იყოს, აქ ჯუკი არა, ალბათ ჯუ იქნება. ხო რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, რაცვა მაგიტო დააზუსტა ირაკი. გავართულოთ. გავართულოთ. ეს ძალიან მარტივი იყო, ხო ნახე. ხო, დაგვასწრო თორე. პოლონურად. პოლონურად. შიპკა პოჟიჩკა. არ რითლა მარტივი მაგრამ შიპკა. სლოგანი ხوار გადათარგმნა ამ დამპალმა. კი, ზუსტად ბარიერების გარეშე. ხო. კი, ეგ არის. შიპკა არის. არაფერი, არც ერთი სიტყვა არაფერს არ მეუბნება, მაგრამ შიპკა არის. ამის ამბავი რო ვიცი. შიპკა არის ბარიერები და პოჟიჩკა გარეშე. ან პირიქით პოლონურად ისი არის. გარეშე ბარიერებისა. შიპკა, მე ბავშვობაში პოლონური სერიალი მაქვს ნახე. ნახე ცოდნა ამოდი. ციგნი მაგცა კითხულობ. პოლონური სერიალი მაქვს ნახე 4 ტანკისტი და 1 ძაღლი. ეგ ერთი და მეორე კლოსზე. ო, ეგეც პოლონური. და შიპკას იძახდა კლოსი? შიპკა კი იძახ. რაღაც სადღაც გადახტა და შიპკა. არა, აი რაღაცა მიკროსაკრედიტოს რომ მიუახლოვდებდა, შიპკა პოზიჩკა იძახ.
ანუ რა? ბუზიჩკა არა, პოჟიჩკა. და ის კითხა იმან მეორე. გერმანელმა კლოს. ვაიმე რა დებილობას უსმენ. კლოსო ეს რატო ამბობო სუოშიმკა ბუზიჩკას რატო ამბობ? მიკროსაკრედიტ ორგანიზაციებთან რო ხო არა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან რო გავივლითო რატო ამბობს მაგითი ამოიცნეთ რომ აგენტი კაი, ჩემი ვერსია არის ეგა ბარიერების გარეშე. შენი გადასარევი ვერსია. შენი ბარიერებით პოჟიჩკა არის თუ. ორი პასუხია სწრაფი სესხი. აჰა. შიპკა არის ჩქარი ბიჭო აი კლოსი რო დგება და იცი შიპკა შიპკა ტაქსის წეუნე. რო გარბის, ესე რომ შიპკა სტრაფადო რა. ნელა მიდის და შიფრაში. კაი, ეხა გავამარტივოთ. მიდი, გავამარტივოთ. არაბულად რუსულ. გავამარტივოთ არაბულად. ხარდ ბონა აბრამ ინტერნეტ. ინტერნეტ სესხი. ვების ვერსიები. მოიცა რომ თავიდან ხარდ ბონა აბრამ ინტერნეტ. ბარათის აღება ინტერნეტით. აბრამი არ ვიცი რატო. კარდი და ინტერნეტი და მიკროსაფინანსო. კარდი და ინტერნეტი ყველამ მივხვდით ხო, და მე ბონა აბრამი არის ბონა აბრამი მამა აბრამის პატკანი ეს ხო არ არის ბონა აბრამ ინტერნეტ. ბონა აბრამ ანუ მამა აბრამის ხაბაბი ხო არ არის რა ხან მამა აბრამი. არ გამოვრიცხავ შეიძლება არის ბარათის აღება ინტერნეტით. არა ინტერნეტ როგორ აიღებ? ეს არის ონლაინ სესხის გაცემა ონლაინ სესხის გაცემა. ანუ ონლაინ ონლაინ სესხი ხო თქვი? ონლაინ იმას არა ეს არის ინტერნეტ იმათვის არის ონლაინ გულისხმება? ონლაინ ხო ონლაინ სესხის ეგ რო წინა ვერსიაზე ვთქვი ეგ ვერსია. კი წინაზე ანუ იწინასა კი არ გამოიცან იწინასა ხევა წინასწარ მეტყვე. ირაკლი წინასწარ მეტყვე. ვაუ რა მიიწება ეს. ეგ არის ჩემი წინასწარ მეტყველება გამოუშვა? მიდი. რა არის? ონლაინ სესხი ხო? შენი? ბარათის აღება შენი? ონლაინ. აი რო არიცი ბარათები არა აქვს მიკროსაკრედიტო ამიტომ ეგ ვერ იქნება რა ხან იმას ბიჭო, რა ვთქვი, იქნებ გაიგონ და გააკეთონ. ხო მაგრამ მეორე მხრივ არაბმა რა იცის რომ ამათ ბარათი არა აქვს გონია. ხო გონია და შენი ვერსია გითხარ. მე ხო თქვი ონლაინ სესხი მეორე. ონლაინ სესხის ორი დამტკიცება პასუხია ონლაინ სესხი. რა თქმა უნდა. დათოსაა კორიკულა, ირაკლის ერთი, შენ 0 და ბოლო კითხვა. ნიდერლანდურად. ბიჭო ოპა. ნეტა იმაზე ბიზნეს კარტზე პოლიგლოტი ხო არ მივიწერა პორტუგალიური პორტუგალიური. არაბული პოლონური ფჭილე არა, პორტუგალიური. დამწევის დონეზე ნაწილობა და იქ პორტუგალიური ზემოწა თავისუფლად. არა native Fluently. დიახ გიორგი. Since 2012. რაინა რაო? ნიდერლანდური. Since 2012. ერთი სიტყვა თუ სამე იყოფა სამ ნაწილად. Since 2012. ანუ სამია. ორია. since არის ცალკე და 2012 აი ეს ახლა პირდაპირ ვიძახი არის ბარიერების გარეშე. ბარიერების გარეშე აქ უკვე ცოდნა არ მინდა თქვა თავიდან რომ იქნება ისიც რომ ეს არის ბოლო შეკითხვა სად უნდა იყოს აუცილებლად იქნება ანუ ესე პოლიგლოტი და ლოგიკოსი ჰოლანდიურს უნდა მიაწერო ლოგიკურად. ლოგიკურად არესმის მაგრამ ხუთენა მეგო თქვენ თუ დაეთანხმებით მოიგებს ეს. მოიგოს. რო არ დავეთანხმები ხმები? კი, მე კი ვეთანხმები. ყველა ამას ვამბობთ სწორი პასუხია 2011 წლიდან. ინგლისურს გავს, ნახე. ჰოლანდიური ამოუშალე რა. ჰოლანდიური და ლოგიკა აღარ გინდა. მარტო პოლიგლოტი დავრჩი, მაგრამ სამი ენაც კარგი. ერთ გადაცემაში სამი ენა. ახლა ბიჭო. ვახ ეს ბარიერების გარეშე არ ჩამისვლა.
ესტონურად დამთავრ. ბარიერების გარეშე დამთავრ. რამე რო თქვა უცებ მოგვატყუა ხო, მოგვატყუა. ციცრულში გვაცხო ბარიერების გარეშეო უთხრა იმან დამაცადეო ამან უთხრა მაგრამ იცი რა კარგი ტვინი აქ ამას მიხვდა რომ ჩვენ ამეებს ვიტყოდით და თვითონ გამოძრა ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის